დილამშვიდობისა ტკბილებო, ჩემო საყვარლებო და ჩემო სიყვარულებო. აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით, აბა როგორ გიკითხოთ. შემოდგომის ამინდია გარეთ, შემოდგომაა და ამინდია შემოდგომის. დღეს არის 7 სექტემბერი და დღეს არის მთვარის დაბნელება. დღეს იქნება წითელი მთვარე. ასე რომ თუ კი ვინმეს გაქვთ რაიმე სანუკვარის სურვილი, ჩაიფიქრეთ. აღარ გახსოვდეთ, თუ ეს სანუკვარის სურვილი სხვისთვის ცუდია, თქვენთან მობრუნდება. და თუ არა და სიკეთეს ეხება და თქვენ გეხებათ, ჩაიფიქრეთ. საუკეთესო დროა. კეთილი სურვილების ასასრულებლად. დღეს გვექნება წითელი მთვარე. ასე, ცვლილებების დრო იწყება. და ერთი ცალი ჩოკოპაი თუ რაც არის რაღაცა, ჩოკოპაის მსგავსი. 420 კალორია აქვს და 30 გრამი აწერია. აჰა, ჩოკოპაი. აი, ამას ვჭამთ, გემრიელებო, საყვარლებო, ძვირფასებო. ამას ვჭამთ. უნდა გავაკეთო ხალხო ჟოლოს კონფიტური. ეხლა არის მეორე სეზონი ჟოლოსი. პირველზე ვერ მოვასწარი. 20 ლარები ღირდა. შარშან საერთოდ არ გამიკეთებია და არც შარშან წინ და ეხლა აუცილებლად მინდა რომ გავაკეთო. იმიტომ რომ არაფერი არ მშველის ხოლმე მე ზამთარში. გარდა მაგისი, როცა ყელი მტკივა და ძალიან მიყვარს, ამიტომ აუცილებლად უნდა გავაკეთო ჟოლოს კონფი. ესე. წავედით, ბევრი ვიყაროთ. მე და თქვენ სამყარო შემოვიარო. გამეცინა. გამოუცვალე ჩემს ყველა სასწორს ელემენტი. ხო და ეხლა ესე წავიღოთ. თქვენც წაგიყვანოთ. ესე. ესე. დილაშვიდობისა. ყველი მოიტანეს ძემაწონი, მაგრამ მე არ მინდა, იმიტომ რომ აქვს ყველი. ისო ქვემოდან მეძახეს. Love.
რაღაცა აქ მოტანილი, ხალხი ყიდულობს, მგონი ყურძენი. ხო. ყურძენი. Okay, გამერთო. ლეღვიც აქ. Okay. შევჭამ ამას და მოვალ. იქამდე პატარა ბაზარს უყურებ. კიბეებზე ნარკოტიკებს იკეთებდნენ. მე ზოგადად მაიკითხა. პოლიცია გამოვიძახე. მე ხოჩემა. წარმოგიდგენთ. რას უშვება ეს ნარკოტიკი ადამიანს აი ქუჩაშიო. რატო კატების არ უნდა გეშინოდეს, ადამიანების უნდა გეშინოდესო. მართალი უთხრეს. აი მე. ჯედა. ჯედიკო. როზეტანინი როგორ ხარ? საოცარი ადამიანი ხარ. აი საოცარი, ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო. უღრმესი მადლობა, ჩემო როზეტა. ვაიმე, როგორ მომწონს შენი სახელი, ნეტავი იცოდე. ძალიან დიდი მადლობა ჩემში თუ კარგ ადამიანს ხედავ. აი ესე იგი შენ ხარ კარგი ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის ჩვენი ფილტრით ვუყურებთ სხვებს და არ შეუძლიათ ცუდ ადამიანს, რომ სხვაში კარგი დაინახოს. ასევე თუ შენ სხვაში შეგიძლია კარგის დანახვა, ესე იგი კარგი ხარ. ნუ, თუ რა თქმა უნდა, ცუდებსაც შეუძლიათ სხვაში კარგის დანახვა, ოღონდ როგორ იცი, თავისნაირების ან თავის უარესენ. კარგს ეძახიან ხოლმე და ეთყობა თავს იმართლებენ თავის თავთან მაგ მომენტში. მაგას არ უგულისხმობ. მინახავს ეგეც. ანი რამხელა პოტენციალია შენში, როგორ მიყვარს ადამიანს აზრის ჩამოყალიბება, სწორად გადმოცემა რომ შეუძლია. როგორი სიტყვა და მარაგი გაქვს ერთ დღეს ტელევიზიიდან მოგვესალმები და გაგვიყიმებ. ეგ იქნება შენი გადაცემა ფსიქოლოგიური საუბრები ნინისთან. ყველანაირი მონაცემი გაქვს საამისოდ. ანი, მადლობა საყვარელო. თუმცა მე უკვე ვფიქრობ, რომ ტელევიზია გუშინდელი დღეა და სადაც მე ვარ, ეს არის დღევანდელი დღე. ანუ YouTube-დან შეიძლება რაღაცა გადაცემა შემოგთავაზოთ. ოღონდ ეს ბუმი რო ჩაივლის, რომ ყველას თავისი გადაცემა აქვს უკვე მას მერე, იმიტომ რომ აი ყველამ გააკეთა აბსოლუტურად და ეგრეა ხოლმე, რომ აი ხო, ბევრი ადამიანი აკეთებს აი ესე ვიღაცებ რო აკეთებენ, მერე ბევრი აკეთებს რა და მე რაღაც დროში როცა იმ ადამიანის ეგ არ არის და უბრალოდ იმიტომ გააკეთა, რომ მაგალითად სხვისი მოსწონდა და ეგონა რომ თავისი იყო, მე გავადრო და აღმოაჩენს, რომ თუნდაც ეგ მაგისი არ ყოფილა და ბევრი ადამიანი მე იმაშობა რა, ჩამოეხსნება ხოლმე ამ საქმეს ხო და ანუ ხა იმდანაც ბევრმა გააკეთა, რომ რა ვიცი, ყოველთვის მინდოდა ეგ, მაგრამ ხო იცი მე როგორ მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს. დაჟე ხარ ვფიქრობდი, რომ ხა მაგის დრო აუცილებლად გავაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გააკეთა მე რა, ანუ მე ვარ, მაგრამ მაგას კი არ გულისხმობ, უბრალოდ ეს გადალეკასავით რა, ერთი და იგივე სტუმრები, ერთი და იგივე ამბები, ერთი და იგივე ის და ეგეთი არ მინდა. მე ვიცი როგორც მინდა, მაგრამ ჯერ ალბათ არ ვიცი როდის, მაგრამ იქნება.
ლელა, როგორ გისმენ ხოლმე, ყოველთვის გულდასმით და თქმები შენ ლაპარაკით, საოცარი გოგო ხარ, მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო. ირმა, ჩემო საყვარელო. ციცი, ჩემო ლამაზო რა კარგი და რა საყვარელი ხარ, საოცარი სასწაული გოგო, თან ძალიან მიყვარხარ. მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი იყო წარმატებული ამავდროულად ცხოვრებაში, რაც ქონია ჩანამბიგრი, ყველა აკისრულდეს, ღმერთი იყო შენი და შენი ოჯახის მფარველი. დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო. ამინ. ნინი ყავასთან რო ტკბილსავ, ხო, ეგ იმას ვქენი უკვე. ინგა, საოცარო, როგორ მიყვარხარ ინგა. ლელუ, ნინი როგორ ხარ, საყვარელო. კარგად. აი მე მარიანა არის ჩემი საბადო იდეების და ლაიფჰაკების. მე მაქვს თალკე გუბკა ბოსტნეულისთვის. უხეში მხრიდან უსწამთ 2-3ჯერ და ეგაა. სტაფილოს, კარტოფილს, ჭარხას და მსგავს ბოსტნეულს მარტივად ვრეცხავ ეგრე. აი ესეც კიდე თალკე ისა. აუცილებლად მეც დავდებ თალკე. ქვემოთ უნდა დავმალო, თორე აურევენ. ხო, ძალიან მაგარია, მადლობა. ბედნიერი დღე, ბაბი. უჩა დამცინე და თან მაცინე. ცოლი არ მყავს ერთ წელია რაც დავშორდით. ვიდნანი სუდს ბარო მიტყვიან. 7ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. 9ჯერ გაზომე არ იყო ეკა. ხო, არ ვიცი. რთული საკითხია. ძალიან რთული საკითხია. და დაშორებაც ძალიან რთული საკითხია. მაშინაც კი ოცა სწორია. მე ძალიან მიჭირს ხოლმე. იმიტომ რომ გეკონება რაღაცა ჩემი ნაწილი ჩამომაჭრეს. და ძალიან მძიმედ გადამახხოლმე, მაშინაც კი როცა ვიცი რომ всё, დასამთავრებელია. ალბათ იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანების შეყვარება და მიყვარან ყოველთვის, მაშინაც როცა ვშორდები ყოველთვის და ეს არ ხდება, არ გადადის სიძულვილში, როგორც იციან ხოლმე და ასე შემდეგ. არ იმიტომ გითხარი ეგრე რომ არ მიყვარს ხოლმე, როცა ადამიანებს ოჯახი აქვს და სხვებს წერენ ან რაღაცა არ მომწონს ხოლმე. ბავშვები შენთან არიან თუ? ბაჩო, მიეცი და მეც ყველაფერი და ის მიხვდება ყველაფერი არ ყოფილა, ხელფასი მოიყვანე მაგალითად, აი ზუსტად ეგრე ვფიქრობდი, სანამ დავწინაურდებოდი, ამდენი რომ მქონდეს, რამდენადაც ვიზად ხო და ეხლა მაქვს, მაგრამ იგივენაირად ვფიქრობ. კი, ანუ მე მინახი ადამიანი, რომელსაც მაგალითად ჩვენი ქვეყნისთვის მინიმალური ხელფასი აქვს. დაფიქრობს, რომ აი 300 ლარით რო გაეზარდოს, ვაიმე რა კარგი იქნება, რამდენიმე შეცვლია და მინახი ადამიანი, რომელსაც 5000 აქვს და ლარი და ანუ იძახის, რომ ნუ აი ამაში არ მყოფნი, ამაში და ანუ შესაბამისად ვიცი, რომ ანუ მოთხოვნები იზრდება რა. ჩვენი მოთხოვნები სულ მზარდია, ასე რომ ეგ ნორმალურია. დალი მინთხა დიანა მოგიხდებოდაო. დიანას ვერ ხედავ ჩემ თავთან რატომღაც. ლელა პირველად ხედავ ძაღლი ბულგარულს ჭამდესო. შეგერგოს ბონი კარგია ვიტამინებს იღებ, მაგის მასში ძალიან ბევრია. იმ დღეს ის აიყო რა ქვია, ბადრიჯანი და ბადრიჯანი ჭამა, უმი ხალხო. აი იქიდან აიღო და წაიღო ჭამა. ხო, 3 ჭამა გუშინ ბულგარული უყვარს ძალიან ჯანსაღი ყვება უყვარს, ესე იგი ნახე. იმას არა ჭამს, ცომელს საერთოდ არ ჭამს. ყველს ჭამს, ხორცს ჭამს, ბოსტნეულს ჭამს, ჩიფსებს ადრე ჭამდა და ეხლა ჩიფსებს აღარ ჭამს. ხილს ყველას არ ჭამს. აი ბანანს მაგალითად არ ჭამს. ადრე მაგას ჭამდა და არ ჭამს. ვაშს ჭამს, უნაფს. სიმინდი უყვარს, სიმინდის მარცვლები. ძალიან ისეთი გოგოა რა, ჯანსაღი ყვება უყვარს. კანინი შეიძლება არ დაიჯერო 2-3, ჯერ მაინც მაქვს თითოეული შენი ვლოგი ნანახი ევადან დაწყებული. უკარგესი გოგო ხარ, უკარგესი შვილები დამხალი სულკანებული გისმენ. მეც სექტემბრის არ ვარ 27-ში 54-ის ხდები ირმა დეიდა ვარ მინდა დაიმახსოვრო გამიხარდება. აჰა, ვიმახსოვრებ ეკა მაჭარაშვილის სახელით წერს ირმა დეიდა. ვიმახსოვრებ ძვირფასო.
რაც უფრო ხშირად დამიკომენტარებ, მით უფრო კარგად დამამახსოვრდებ. ანუ ისინი ვინც მიკომენტარებენ ხომ ხშირად ეგრე მახსოვს. ანუ მე კი არ გეუბნები რომ ჩემი არხისთვის კაია და დამიკომენტარო, რომ მაგასაც ვამბობ რომ კომენტარები კარგი არხისთვის და დამიკომენტაროთ, მაგრამ ანუ მართლა ეგრეა რომ ვინც ხშირად მიკომენტარებს, ეგენი მახსოვან ხოლმე რა. ხო. ძალიან მიხარია თუ ესე მოგწონთ ჩემი ვიდეოები. ძალიან მიხარია ეგ და სექტემბრის გოგონა რო ხართ ჩემსავით, ეგეც ძალიან გამიხარდა. სექტემბერში რჩეული ხალხი ვარ. ბაბი, ჩემთვის გავაკეთე ვერ გავიგე. ჩემთვის გავაკეთებ ცოტასო. დადეიდასთვის არა, ცუდად მომხდა ყურში. აი მე შე რო ცუდად მოგხვდა ყურში, მე რა ვქნა, კონტექსტი არ იცი და ცუდად იმიტომ მოგხვდა ყურში. მე კალორიებს ვითვლი და დათვლილი კალორიებით ვჭამ და ყოველთვის ცალკე ვიკეთებ, ანუ ოჯახისთვის ცალკე ვაკეთებ და ეს ჩემთვის ცალკე ვიკეთებ ხოლმე და თუ დამშვიდები გეტყვიოთ, ჩემთვისაც არ გამიკეთები, იმიტომ დამეზარა ბავშვები რო არ არის ხოლმე მეზარება ჩემთვისაც გაკეთება და შეხება დეიდას თვითონ ისეთ საკვებს იკეთებს ხოლმე, რომელსაც თვითონ ჭამს და თუ ჩემი გაკეთებული ჯდება მის იმებში, კრიტერიუმებში, იმასაც ჭამს. მაგალითად დღეს რო გავაკეთებ აჯაბსთან და ცოტა შეჭამს, მაგრამ მაინც ძირითადად თავისით იკეთებს ხოლმე უჯანსახეს საჭმელს, რომელსაც ჭამს ცოცხლად, უმად. ასე რომ ჯერ გაერკვიე და მერე მოგხვდეს ყურში. არა, მერე აღარ მოგხვდება რომ გაერკვევი. შორენა 19-39 რახან 100 და დაბადების დღის თარიღებს წერთ, მეც ვიტყვი 15 სექტემბერს არის ჩემი დაბადების დღე. რა მაგარია. აუ დაწერეთ კიდევ ვიხარ სექტემბრის. სექტემბერი ესე იგი ბაჩომ გახსნა. მერე მოყვა მარიამი და რამდენი ადამიანი ვართ სექტემბერში პროსტა. საუკეთესო ხალხი. კიდე ძალიან ბევრი ვიცი ვით სექტემბერშია დაბადებული. ნინიკო, ეს კეთყვი ნინი, ყველას უნდა ყავდეს შენისთან მეგობარი. თართულობრივ ვარ თებს გადადგა მეგობრისთვის და ოჯახისთვის. დიდი დეპრესიიდან გამოიყვან და ცუდი ფიქრებისგან დაიხსნე ადამიანს. დიდი სიყვარული ჩემგან შენ. იცი, მე როგორი მეგობარი ვარ, მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. გააჩნია ვისთვის. ასევე პარტნიორობაშიც ეგრეა. შენ შეიძლება ზღაპრულად კარგი იყო და ვიღაცასთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს როგორც მეგობრობაში, ისევე ურთიერთობაში. იმისთვის რომ კარგად იყოს ყველაფერი და ერთმანეთისთვისაც კარგები იყვნენ. აი ხა მაგალითად რას ვგულისხმობ. ბლანკი რო იყო ცუდად. ძალიან ცუდად. ბოლოს. ჩვენ მივიდიოთ ჩხოროწყუში. ხო და წერდი. 2 დღეში ერთხელ წერდი. არ მინდოდა შემეწუხებინა და რაღაცა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ წერდი. ვიცოდი რომ ტკივილები ქონდა. ვიცოდი რომ ორფზე იყო. წერდი. და სულ ვეუბნებოდი რომ იცოდე რომ თუ რამე შენთან ვარ. ნებისმიერ დროს იცოდე. და ჩხოროწყუში მივიდიოთ ბოლოს. მითხრა რომ ვიცი რომ ჩემს გამო კარაქის წასასმელი დანითო მიწას ამოატრიალებო. თუმცა არაფერი არ უთხოვია. მაგრამ ეგ მითხრა. აი ეს არის ჩემი მეგობარი. და სანამ მე ვიქნები, ჩვენი მეგობრობა იქნება. მან იცოდა ჩემი სული. და არიან ადამიანები, რომელსაც სული არ ყოფნით. რაღაც ფიზიკური რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია.
ამიტომ ასეთი ადამიანების ალბათ მე არ ვარ კარგი მეგობარი. და იმათთვის, ვისთვისაც თავარი არის არსი, ალბათ მაგათვის კარგი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ესე რომ ფიქრობ ჩემზე. ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ეთერის კითხე შვილზე. უნდა დავუწერო კიდევაც ალბათ ვერ ნახა ეს ვიდეო. ჭკვიანი გოგო ყველა სიტუაციაში. არ ვიცი. მარიამი, კი, ეგ მასე ნამდვილად ადამიანს მინდა სულ გაიზრდება. რაც არ უნდა მიაღწიოს, მაგრამ მე სხვა რამე ვიგულისხმე, ანუ ვთქვათ, რაც კი მოისურვება, ყველაფერი მაქვს ამ ცხოვრების არსი. ეგ ჩვენი სურვილები ხომ არაა და აქედან გამომდინარე მივდივარ ხოლმე იმ ფიქრამდე, რომ მქონდეს ყველაფერი მე რა ამას შეუძლია ყველაფერიც გაამარტიოს, ოდესმე ჩვენი კვალიც კი გაქრება, ამიტომ უნდა დაიკიდო ყველაფერი, ყველა საზღვრი, ყველანაირი სიტუაცია, რომელიც რთულად გეჩვენება და მიაღწევ ბოლომდე. ასევე აქვს მეორე მხარე მოტივაციის დაკარგვა, მაინც პატარაა ჩვენი სიცოცხლე და იმას, რომ მიაღწიო რაც მინდა, ბევრი უნდა ვიწალო, ამიტომ სანამ აქ ვარ, ვიცხოვრებ ჩემ ცხოვრებას კომფორტის ზონაში, ამ ორიდან ყველა ირჩევს რომელიმე მათგანს. ზოგი არც ფიქრობს ამაზე გაუცნობიერებლად ირჩევს, მოკლედ ძალიან დააღლილი ვარ და ვერ ვუყრი აზრს თავს. არ ვიცი, ამდენ კარგად ახსენი, კი, ძალიან კარგად ახსენი. ქმარშვილის ყოლის შიში მაქვს პირიქით, მაგით ისე მიყვარს მარტოობა ოთახის კარს რომ გამოვიკეტავ დღის ბოლოს და საკუთარ თავს ვჩები, ყველაზე ბედნიერი ვარ, ხო? ეგ მეც მჭირდება ხოლმე. ხო, ახლა მაგას რაც შეეხება, მეც მქონდა ეგ დილემა. დილემა იმისა, რომ რასაც არ უნდა მიაღწიო, აქ ვარდე. რასაც არ უნდა მიაღწიო, ვინც არ უნდა იყო. მაინც ყველაფერი არაფერია, იმიტომ რომ მაინც ყველა მოვკვდებით და მაინც იმდენად მცირეა ეს ჩვენი დრო. და ეგ მეც ძალიან დიდხანს მაკარგვინებდა მოტივაციას სხვათა შორის. და ძალიან უმნიშვნელოდ მიმაჩნდა ის ჩვენი სურვილები, რაც შეიძლება გქონდეს. ყველაფერი. ანუ დიდი გადასახედიდან ჩვენც არაფერი ვართ, არათუ რაღაცა ჩვენი სურვილები. აი მე გატეხილი ჩანდა. ხო. ეხა მაგასთან სადამდე მივედი, ოღონდ ფიქრით არა. ჩემმა თავმა მივიყვანა ვცადე. ვცადე კომფორტის ზონაში ცხოვრება ოღონდ. აი, ვინც არჩევანს ვერ აკეთებს და გაუცნობიერებლად ცხოვრობს, ეგრე კი არა, გაცნობიერებლად ვცადე კომფორტის ზონაში ცხოვრება. აი, დავტკბები დღევანდელი დღით, ვისიამოვნებ დღეს, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება სულ არ ვიყავ მე და სად მიმიყვანა მაგან. მაგან დამაშორა ჩემს თავს. მაგან დამაკარგვინა ჩემი თავი. ანუ ნახე რა მომიტანა. როცა კომფორტის ზონაში ხარ, როგორც ბევრჯერ ვთქვი უკვე, იმიტომ რომ გამოვცადე. როცა კომფორტის ზონაში ხარ, ხარი წაიყვანეს სასეირნო ტროტვეილერი. მაშინ იწყებ, გინდა თუ არ გინდა, ანუ როგორ გითხრა? აი ძალიან უხეშად გამოვა. ოღონდ მე ჩემ თავს ეგრე ვგრძნობდი. ამ ძალიან უხეშად გამოყვა იმ ადამიანს მიმართ, ვინც ახლა მაგას აკეთებს, მაგრამ მე ჩემ თავს ესე ვგრძნობდი და მოდი ჩემ თავს ესე ვიტყვი. რაც უფრო დიდხანს ვიყავი კომფორტის ზონაში, მით უფრო მეტად ვემსგავსებოდი ცხოველს. რომელიც არსებობს სიამოვნებისთვის, მაგრამ ნახე, ცხოველისთვის ეგ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ადამიანისთვის ეგ არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ანუ ჩვენ მეტი ვართ ჩვენი შესაძლებლობებით. შეიძლება სულიერად ცხოველი უფრო დიდი იყოს, მაგრამ ჩვენ მეტი შეგვიძლია. ჩვენ იმისთვის ვართ მოსული, არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენ ვიარსებოდ, არამედ იმისთვის, რომ
სხვა ადამიანებსაც და ჩვენ რო არ ვიქნებით მას მერე სხვა ადამიანებზე ვიმოქმედოთ და გავლენა მოვახდინოთ. ნახე, მე თუ ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვლი, შეიძლება მე სულ არ ვიყო და ამის ცხოვრება ისე შეიცვალოს, რომ მისი შვილების და შვილიშვილების ცხოვრება შეიცვალოს ადამიანებისა, რომლებიც ჩემს შესახებ არც ეცოდინებათ, მაგრამ არც ის კი არა, რომ ჩემს შესახებ იცოდნენ, არც ისე, რომ მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო ამ ქვეყანაზე, ხო ხვდები რას ვიძახი და თუ მე წავალ და კომფორტის ზონაში დავრჩები, დავალ უფრო ქვემოთ ვიდრე ვარ და მე დავაკვირდი ეგეთ რაღაცას, როცა ადამიანი არ იწყებს, არ ასრულებს თავის ფუნქციებს, ანუ რაც ჩადებული აქვს ღმერთისგან, ყველაფერს რაც შეუძლია რომ გააკეთოს არ აკეთებს, იწყებს თვითგანადგურებას. მე ეგრე ვიყავი და ბევრი ნიჭიერი, ძალიან ბევრი ნიჭიერი, სულიერი, ღრმა ადამიანი მინახავს, გალათებული, განარკომანებული. აი თუნდაც მე ეს ვაკეთებდი საჭმელში, ხო? რა მნიშვნელობა აქვს რაში? ანუ საკუთარ თავის თვითგანადგურებას იწყებ, შენ თვითონვე. იმიტომ რომ შენი მოვალეობა რაღაცა დიდი იყო, რაღაცა დიდი უნდა გააკეთებინა და გკლავს ეს შიგნიდან, რომ აი აქ იხჩობი. და რაც უფრო მეტად მიყვები მინდებს და ვნებებს ცარიელს, მით უფრო მეტად ცხოველდები, ცუდი გაგებით ცხოველდები და არა წმინდა და ასე და კი არ ხდები რაც ცხოველებს აქვთ, ანუ ცხოველდები ცუდი გაგებით გულისხმობ იმ გაგებით, რომ ინსტინქტებამდე დადიხარ. და ტანჯვაში ცხოვრობ. ანუ კი სიამოვნებას კი არ იღებ. ანუ რო არ ქმნი, რო არ აკეთებ, აქ და ახლა რო ხარ. ანუ სიამოვნებას კი არ იღებ, იტანჯები. და ისევე ვერ გრძნობ იმ ლამაზ ცხოვრებას, რომელიც მიდის, როგორც ვერ გრძნობ, როცა მაგალითად ზედაკავებული ხარ. ან შეიძლება კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ ზედაკავებული ხარ, შეიძლება სიამოვნებას განიჭებს ეს თუ შენია. ევა რა ხდება დედა, რატო ტირი ხარ? მამამისთან არის და წუწუნებს უკვე. ევა რომელიც არასდროს არ წუწუნებს ხოლმე. იმიტომ რომ არ ესმით მისი. ხო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა ის კი არა დიდი გადმოსახედიდან არარაობა არის თუ მასე ჩვენც ყველანი წერტილი ვართ, არაფერი ვართ, არაფერია ჩვენი ცხოვრება გაელვების გარდა. ანუ მაგას კი არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა ის არის, რომ მე როცა ამ ყველაფერს ვაცნობიერებ, მე როცა ამ ყველაფერს ვხედავ და მესმის, ამის ფონზე რას ვირჩევ? აი იმ გაელვებაში მე ვიქნები ჩემი თავი და გავაკეთებ იმას, რაც შემიძლია. თუ დავალ ინსტინქტების დონეზე და ჩავთავ თვითგანადგურებას და თავს გავინადგურებ. ანუ შედეგს კი არ აქვს მნიშვნელობა. პროცესს აქვს მნიშვნელობა იმას იმ პროცესში მე ვინად ვირჩევ რომ ვიყო ვინად. რას ვირჩევ? ვინ ვიყო? ჩემი თავი. ანუ ვიყო იმდენად ძლიერი რომ ვიყო ჩემი თავი. მიუხედავად იმ უდიდესი არარაობისა და ყოფიერების დამცინავობისა, სადაც ყველაფერი არ არაა, მე ვირჩევ ჩემს გაელვებაში, დავნებდე ამას და გავიქრო ჩემი თავი, აი როგორც მჟავაში, თუ მე ვიყო ის ვინც ვარ, ჩემს გაელვებაში, ვიდგე გმირულად, ხედავდე ამ ყველაფერს, უყურებდე თვალებში, ვუღიმოდე და ვიყო ის ვინც ვარ. იმიტომ რომ მე ღმერთმა ამად ჩამიფიქრა, ამად შემქმნა და მომეცა ეს საჩუქარი, რასაც სიცოცხლე ქვია. ქმარშვილზე როგორი რაღაცა იცი? ეგ ძალიან პირადი ისა რა, არის ვიღაცა, ვისაც აუცილებლად უნდა ყავდეს, იმიტომ რომ აუცილებლად სჭირდება. და არის ვიღაცა, ვისაც საერთოდ რო არ ყავდეს, არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ას სჭირდება, ასე რომ ეს ძალიან პირადი ის არის რა. ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ეგ არის ხოლმე მნიშვნელოვანი ოჯახის შვილი და ეგრე. ხო.
აუცილებლად კიდე არის კომენტარი, მაგრამ ამ მომენტში მე სხვას არ მაჩვენებს. აქ არიჭერს ხოლმე წესიერად. მიყვარხართ ძალიან. მარიამ შენი კომენტარებზე გიჟდები. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მინდა რომ ჩემს დაბადების დღემდე ავიდეთ, იქნება ავიდეთ 30,000-ზე. თუ არა და სექტემბრის ბოლომდე მაინც ავიდეთ, ავალთ. ხო, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დამეხმარეთ, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც შეგიძლიათ გენეტიკური ტესტის გასაკეთებლად. ჩემო ძვირფასმა ეთომ, ჩემო მაყურებელმა, რომელიც ძალიან მიყვარს წლების განმავლობაში, რომელიც არის უძლიერესი სულის ადამიანი. ეს კიდე მეორე ეთოა 2. ეთო მყავს ესეთი ამ ეტაპზე. 50 ლარი ჩამირიცხა გუშინ გენეტიკური ტესტისთვის. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. მიყვარხარ. მე რომ ნახავ თუ კიდევ ვინმე რამე ჩარიცხა, მგონი არავის არაფერი ჩაურიცხავ და თუ ჩარიცხა აუცილებლად ვიტყვის ახალ სკოლას და თანხას. მიყვარხარ ძალიან კოცნით და კარგ დღეს გისურვებთ.